ამჯერად შევეხებით ერთ ჟანრს, რომელსაც ცნობის მოყვარეობა თუნდაც თანამედროვე ამ ჟანრისადმი კვლავაც ცხოველია. ეს გახლავთ აპოკრიფული ჟანრი, აპოკრიფები, რომლებიც აუცილებელ შესწავლას და წვდომას საჭიროებენ, მათი რაობის გაგება სრულად აუცილებელია, რამდენადაც ყველაზე უფრო მეტად, განსხვავებით სხვა ჟანრებისაგან, აპოკრიფებთან დაკავშირებით ჭირს გარკვეულობის შემუშავება, თუ რა გამოყენება შეიძლება მათ კონდეთ, თუ რა ადგილი შეიძლება მათ მიეჩინოთ ეკლესიის ისტორიაში და ამა თუ იმ ქრისტიანის ცხოვრებაში. ჩვენ ხას უსვამთ იმის გამო, რომ აპოკრიფები ერთსახოვანი არ გახლავთ და შესაბამისად ერთი შეფასება მათზე ვერ გავრცელდება და არც არასოდეს გამოთქმულა ეკლესიის მამათაგან ერთი ზოგადი დებულება აპოკრიფების შესახებ. ისტორია ამ ჟანრისა, რასაც ამჯერად ჰაგიოგრაფიის ჟანრის განხილვის მსგავსად უაღრესად ზედაპირულად შევეხებით, ისტორია აპოკრიფებისა ჩვენს წინაშე გამოკვეთს იმ აუცილებლობას, რომ ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აპოკრიფებისადმი დღესაც უნდა შევინარჩუნოთ და დღესაც იმგვარივე მიმართება უნდა გქონდეს ამ ხასიათის ძეგლებისადმი. ჯერ თვითონ ტერმინი აპოკრიფი. ეს ტერმინი საკმაოდ კარგად არის ცნობილი და ცნობილია ისიც, რომ ბერძნული ტერმინი გახლავთ, ნიშნავს ფარულს, აპოკრიფი ქართულად ითარგმნებოდა როგორც დაფარული. მრავლობით ესე იგი აპოკრიფები ქართულად გადმოიცემოდა ტერმინით დაფარულნი. დაფარულობა ორი შინაარსისა შეიძლება იყოს. რაიმე შეიძლება იფარებოდეს მრავალთაგან, დაფარულობა საერთოდ ყოველთვის მრავალთაგან დაფარულობას ნიშნავს. მხოლოდ ზოგიერთებისთვის საწვდომობას ნიშნავს. და ეს დაფარულობა მრავალთაგან, საჯაროებისგან დაფარულობა ორი მიზნით შეიძლება ხდებოდეს. ერთი, ძეგლი იფარება მრავალთაგან, იმიტომ რომ ამ ძეგლში მოცემული სწავლებანი იმდანად ღრმაა, რომ არ შეიძლება ჩვენ დავაფინოთ ძაღლთა და ღორთა წინაშე. ამიტომ ეს დაფარულობა არის ძეგლის აღმატებული შინაარსიდან გამომდინარე და მისი ნიმუშები საეკლესიო ტრადიციაში სახეზია. ოღონდ ეს დაფარულობა არ უიგივდება აპოკრიფს ჟანრობრივად. ჩვენ ზოგადად დაფარულობაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, თუ რა შეიძლება განაპირობებდეს დაფარულობას. და როგორც აღვნიშნეთ, პირველი მნიშვნელობით, ეგრეთ წოდებული დადებითი მნიშვნელობით, აპოკრიფულობა, ანუ დაფარულობა შეიძლება გულისხმობდეს იმის, რაც იფარება განსაკუთრებულ აღმატებულებას, რომ ის მრავალთათვის მიუწვდომელია და ამიტომ არ შეიძლება რომ ყველას წინაშე გამომზეურდეს ის, რადგან არის დიდი საშიშროება მისი შერყვნისა და გაუწმინდურების. ჩვენ თუ გადავშლით წმინდა დიონისე არიოპაგელის შრომებს, ამ ერთ-ერთი უდიდესი მოძღვრისა და უდიდესი ღვთისმეტყველმე საიდუმლისა, მისტიკოსი თეოლოგის, ანუ საიდუმლოდ ღვთისმეტყველისა, ყველა შრომის დასაწყისში ჩვენ ვნახავთ ადრესატისადმი გამოთქმულ ძალიან მკაცრ გაფრთხილებას. ადრესატი გახლავთ ტიმოთე, მოციქული და ტიმოთესადმი, როდესაც იწყებს თავისი შრომის გაგზავნას წმინდა დიონისე არიოპაგელი, შესავალში მკაცრად მოითხოვს მისგან, რომ მრავალთაგან დაფაროს ეს წიგნი. რატომ? რაითა არა საროკველ ხვნენ წმიდანი წმიდათანი, რომ საროკველი, ესე იგი სათამაშო, საცეკვაო არ გახადონ ეს სიწმინდეები. ჩვევია ზოგჯერ ადამიანს, რასაც ვერ მიწვდება, თავის თავს კერდა ადანაშაულებს ამაში, პირიქით გაღიზიანდება და ყველნაირად ცდილობს მისგან მიუწვდომელის უხეშად მოხელთებას, მის შერყვნას, მის არარაობად ქცევას. ასეთია მისი მიზანდასახულობა, ვის დამიც ან რის დამიც ის გაბოროტებულია. რამდენადაც უდიდეს საეკლესიო სიწმინდეებს მოუმზადებელი და წარმართული ჩვევებით დასნეულებული გონება ვერ მიწვდება, ეცდება პირიქით, რომ საკუთარი სნეულება და სიბილწე მასზე გადაიტანოს, ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გზა არსებობს სიწმინდის გადარჩენისა, რომ ის განერიდოს მრავალთა მისაწვდომობას. ეს მხარე, რაც უკვე აღვნიშნეთ წმინდა დიონისე არიოპაგელის შრომებში სრულიად თვალსაჩინოა და ამან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, ეს შრომები მრავალგვარი შერყვნისა და სხვადასხვა მინარევებისაგან გადაარჩინა. კარგად არის ცნობილი, რომ დიონისე არიოპაგელი, როგორც პავლე მოციქულის მოღვაწეობდა პირველ-მეორე საუკუნეების მიჯნაზე. მაშინ დაიწერა მისგან ეს თხზულებები, მაგრამ ისინი ცნობილი არ გამختარა საეკლესიო წრეებისთვისაც კი, საკმაოდ ფართო საეკლესიო წრეებისთვისაც კი, არათუ არასაეკლესიო წრეებისთვის მე-6 საუკუნის დამდეგამდე. ჩვენ ამაზე სხვა დროს დეტალური საუბარი გვექნება, როდესაც წმინდა დიონისე არიოპაგელზე გარკვეულ განხილვას შემოგთავაზებთ. მაგრამ ახლა უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავთ, რომ მთელი 5 საუკუნე ეს შრომები მიუწვდომელი იყო მასობრივი მკითხველისათვის. ჩვენ მასობრივს ხაზს უსვამთ, იმიტომ რომ გავრცელებული აზრით თითქოს ეს შრომები არავინ არ იცოდა, არ მართლდება. მაგრამ ამაზე როგორც ვთქვით, სხვა დროს ვისაუბრებთ. მასობრივი მკითხველისთვის მიუწვდომელი იყო, რამდენადაც ძალიან ღრმა ღვთისმეტყველება იყო ამ ძეგლებში გამოთქმული და შესაბამისად მის წვდომას აუცილებელი მომზადება სჭირდებოდა. როდესაც ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია ისმის კითხვა, ეს კითხვა ხშირად დასმულა სხვა შემთხვევებში, როდესაც ამ საკითხებზე ჩვენ განხილვა ან ლექცია მქონია, წერილობითაც ყოფილა ამის შესახებ მშელობა ჩვენ და შემდეგ ჩვენს მიერაც პასუხი და სრულიად ჩამოყალიბებულად შეიძლება განიმარტოს საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხსენებულ დაფარულობას, ასე ვსაუბრობდით, დღეისათვის განსაკუთრებით პოპულარულ ეზოტერიზმთან. ზოგჯერ ეს თითქმის ფორმით ეზოთერიზმი და ეზოთერული, რაც ტერმინოლოგიურადაც კი მცდარია, იმიტომ რომ ეს გახლავთ ბერძნული სიტყვა, სადაც არის თ, ესოტეროს, თ
თცა აქვს ბერძნულს და აქ რომ თ იგულისხმებოდეს, მაშინ თ უნდა ყოფილიყო თვითონ ბერძნულშიც. და აუცილებლად ქართულად უნდა იყოს ეზოტერული. ეზოტერიზმი, რაც დღეისათვის ფართოდ გავრცელებულია და ეზოტერულობა დიდ პატივშია შეიძლება ასე ითქვას, ეზოტერული მოძღვრებები, აი ამ ეზოტერიზმთან დაკავშირებით, როგორ განიმარტება ის დაფარულობა, რაზეც ჩვენ საუბრობთ. ჯერ ზოგადად რა კავშირი აქვს ეზოტერიზმს და ეკლესიას და კონკრეტულად რა მიმართება იმ დაფარულობასთან დაკავშირებით ეზოტერიზმისა, რომლის შესახებაც ჩვენ საუბრობთ. სრულიად უპირობოდ უნდა ვთქვათ და ამას ყველა ეგრეთ წოდებული ეზოტერიკოსი უნდა ითვალისწინებდეს აუცილებლად, რომ ის, რასაც ეზოტერიზმი ეწოდება, ესაა აბსოლუტურად უცხო საეკლესიო ტრადიციისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც აპოკრიფების შესახებ განხილვას ვიწყებდით, წინასწარ გქონდა ჩაფიქრებული ამ საკითხზე დეტალურად გვემშელა, რომ ეს აუცილებლად განსამარტავი გახლავთ და სწორედ ამას შევეცდებით რამდენიმე სიტყვით, მაგრამ მსმენელს ვთხოვთ, რომ გაითვალისწინოს ჩვენი მსჯელობის ორიენტირი. ეს ყველაფერი აპოკრიფების განმარტებისკენაა მიმართული და შემდეგში კვლავ მოვიხმობთ ყოველ იმას, რასაც ქვემოთ ვიტყვით. რა არის ეზოტერიზმი? დაბოლოება იზმი ამ შემთხვევაში ჩვენთვის საყურადღებო არ არის, თუმცა ამ დაბოლოების წარმოშობა ახალი არა, ძველადაც სიტყვა ესოტერიზმოს ბერძნული ტერმინი არსებობდა, უფრო ხშირი იყო ეპითეტური ფორმა, ზეცართავის სახელის ფორმა ესოტერიკოს და ეს ტერმინები შემდეგში ფართოდ გავრცელდა ევროპულ ენებში. ქართულში ის უთარგმნელად არასოდეს არ გადმოსულა. ყოველთვის ითარგმნებოდა და ეს თარგმნა საკუთრივ ბერძნული ტერმინის რაობასაც ჩვენ აუცილებლად გვიმხელს. ზოგჯერ, როდესაც სიტყვა არ ესმის მკითხველს ან მსმენელს, მისთვის ეს სიტყვა რაღაც განსაკუთრებული იდუმალებით იმოსება და უმრავლეს შემთხვევაში თვით ის ეგრეთ წოდებული მოძღვარნი, რომლებიც მათი პირადი სწავლებების დანერგვას ცდილობენ და გავრცელებას მასობრივად, სპეციალურად იყენებენ ისეთ ტერმინებს, გაუგებარი რომაა ეტიმოლოგიურად, შინაარსობრივად. ჯერ კიდევ უძველეს დროში მეორე საუკუნეში, როდესაც გნოსტიკური სექტები არსებობდა, გამოკვეთილად ეზოტერული სექტები, მათი პრინციპი იყო მრავალი ისეთი ტერმინის შემუშავება, თვითმიზნური შემუშავება, რომელსაც თავისთავად არავითარი ეტიმოლოგიური გააზრება არ ჰქონდათ. ეს იყო ასოების, ეს იყო თანხმოვნებისა და ხმოვნების უწესრიგო თაღმოყრა, მხოლოდ ერთი მიზანდასახულობით, რომ მკითხველს სიტყვის შინაარსში ვერ შეეღწია და შესაბამისად ამ სიტყვას მკითხველზე და მსმენელზე მაგიური ზემოქმედება მოეხდინა. მაგალითად, გნოსტიკოსების მიერ შემუშავებული სახელწოდება ერთ-ერთი ღმერთისა, ასე ვთქვათ, ამ სამყაროს ღმერთისა, რასაც ისინი გამოთქვამდნენ სიტყვით იალდა ბაოთ. აი ეს სიტყვა არავითარ ეტიმოლოგიურ გააზრებას არ ექვემდებარება, ისე როგორც მრავალი სხვა სიტყვა და კარგი ხანია კვლევით ლიტერატურაში დასაბუთებული აზრი იმის შესახებ, რომ ამგვარი სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ მასებზე ზემოქმედების მიზანდასახულობით შეირჩეოდა. როდესაც კვლავ აღნიშნავთ, ადამიანი ვერ ჭვრეტს სიტყვის მნიშვნელობას, ეს სიტყვა მას რაღაც იდუმალად, განსაკუთრებულად წარმოუჩნდება, ამ სიტყვის გავლენის ქვეშ ექცევა ის. ჩვენ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ დაახლოებით ამგვარ ეფექტს ახდენს დღეს სიტყვა ეზოტერიზმს და ეზოტერიკოსს. ამ სიტყვის მნიშვნელობა რომ ბევრმა არ იცის, ამას ცხადყობს თუნდაც ის ფაქტი, რაც აღნიშნეთ, რომ თ ფორმით ხშირია მისი დამოწმება ეზოთერიზმი, ეზოთერიკოსი. აღნიშნოთ პარალელურ სიტყვასაც, რომელიც ასევე ანალოგიური მიზანდახულობით მოიხმობა, ანთროპოსოფია. მრავალი ამ ტერმინის გამომყენებელი ასევე აბსოლუტურად ვერ წოდებიან მის შინაარსს და ეს საბუთდება თუნდაც იმით, რომ ქართულად ხშირად იმოწმებენ მას როგორც ანტროპოსოფია. მაშინ როცა ამ შემთხვევაში უკვე აუცილებლად თ უნდა იყოს. თუ ეზოტერულში აუცილებლად თ უნდა იყოს, ანთროპოსოფიაში აუცილებლად თ უნდა იყოს, იმიტომ რომ ესაა ბერძნული სიტყვა ანთროპოს, კაცი და სოფია სიბრძნე. ასე რომ ტერმინი ეზოტერული თუნდაც თ იქნება ეგ თუ თ იქნება, მას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, დღეისათვის მოიხმობა აი ამგვარი მიზანდასახულობის შთაბეჭდილების მოსახდენად. მაგრამ რა არის ეს სიტყვა თავისთავად? თავისთავად ეს სიტყვა გახლავთ ძალიან მარტივი ლინგვისტურად დასახსნელი სიტყვა. მისი საფუძველია ბერძნული ფორმა ესოტეროს, ხოლო ესოტეროს თვითონ ნაწარმოებია ზმნისგან ესო შიგნით და ზოგჯერ ზეცართავული გააზრებაც აქვს მას ესოს შიგნითა. აი ამ ესოს შიგნითას შედარებითი ხარისხი, ესე იგი უფრობითი ხარისხი და არა აღმატებით ხარისხი გახლავთ ესოთ. ბერძნულში უფრობითი ხარისხს აწარმოებს სუფიქსი ტეროს, ხოლო აღმატებით სუპერლატივს აწარმოებს ტატოს. მაგალითად აგათოს არის კეთილი, აგათოტეროს არის უფრო კეთილი, აგათოტატოს არის უკეთილესი, ყველაზე უფრო კეთილი. ჰაგიოს, რომელსაც ზემოდგან ვიხილავდით, ჰაგიოს არის წმინდა, ჰაგიოტეროს არის უფრო წმინდა, ჰაგიოტატოს არის უწმინდესი, ყველაზე უფრო წმინდა. და სხვა თეიოს, თეიოტეროს, თეიოს ღვთიური, თეიოტეროს უფრო ღვთიური, თეიოტატოს უღვთიურესი და სხვა. ისევე ამ შემთხვევაში ესოს არის შიგნითა, ესოტეროს არის უფრო შიგნითა, ესოტატოს არის ყველაზე უფრო შინაგანი. მაგრამ ეს აღმატებითი ფორმა არ დამკვიდრებულა, ხოლო ეს ხშირად ხდება მსგავსი მოვლენა, დამკვიდრდა უფრობითი ფორმა ესოტეროს, რაც ქართულად სხვას არაფერს ნიშნავს, მაგრამ უფრო შიგნითა, ანუ უფრო სიღრმისეული. აქედანაა ნაწარმოების შემდეგ ესოტერიკოს, ანუ უფრო შინაგანი და ესოტერიზმოს უფრო სიღრმისეულობა. სხვა რანაირი გააზრება, რა თქმა უნდა, ამ ტერმინს არ აქვს. ესაა სიტყვის ჩვეულებრივი გაგება. მაგრამ ის როგორც ტექნიკური ტერმინი, ანუ როგორც აღნიშნული სპეციალური გარკვეული სააზროვნო მიმდინარეობისა პირობითად ამ შემთხვევაში უწოდოთ მას სააზროვნო მიმდინარეობა, ეს ტერმინი აბსოლუტურად სხვა, ხოლო თავისი საღვთისმეტყველო შინაარსით ის სრულიად სხვა. წლების წინ ჩვენ გვქონდა ამაზე ცოცხალ ცხოველი პაექრობა
და აღნიშნავდით, რომ ტერმინები ესოტეროს, ესოტერისმოს ეს გახლავთ მართლმადიდებლური ტერმინები. ისინი შემდეგ მიტაცებულნი აღმოჩნდნენ სხვადასხვა გაუკუღმართებულ მოძღვრებათა მიერ და დღეს აი ამ დამახინჯებული შინაარსით ვრცელდება. მაგრამ წარმოშობით ეს ტერმინები ისევე მართლმადიდებლურია, როგორც თუნდაც დღეს ასევე ფართოდ გავრცელებული ერეტიკულ წრეებში ტერმინი თეოსოფია. თეოსოფია და თეოსოფოსი ესაა წმინდა დიონისე არიოპაგილის მიერ დამკვიდრებული ტერმინები და როგორც უკვე ვთქვით, ისაა არსით მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური. მაგრამ კვლავ აღნიშნავთ, რომ მიტაცება მოხდა ამ ტერმინებისაც და ამიტომ დღეისათვის რომ უთარგმნელი სახე ჩვენ თეოსოფია გამოვიყენოთ, დიდი ალბათობა იმისა, რომ ვიღაცამ დაგვადანაშაულოს, რომ აი ამა თუ იმ სექტის მოძღვრებას იცავთ. ერთ-ერთი დანიშნულება ეკლესიის მოძღვრებისა და საერთოდ ყველა ქრისტიანის არის ის, რომ არც ერთი მართლმადიდებლური ტერმინი არ დაუთმოს გაუკუღმართებულ გონებას. არ მისცეს საშუალება ვინმეს, რომ მართლმადიდებლობა გააღარიბოს ტერმინოლოგიო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არამართლმადიდებლები ასევე იყენებენ თუნდაც ისეთ ტერმინებს, როგორიცაა მადლი, ცხონება, საკუთრივ მართლმადიდებლობაც. ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც ტერმინი მართლმადიდებელი იხმარა, გახლდათ ცნობილი ერეტიკოსი არიუსი, რომელმაც დევნულმა ალექსანდრიდან თავის თანამოაზრეს და მწვალებელს, კიდევ მეტად არიანელს, ევსები ნიკომიდიელს გაუგზავნა ეპისტოლე, სადაც ასე იწყებს მართლმადიდებელო ევსები. ასე რომ, თუ იმის შიშით, რომ ესა თუ ის ტერმინი მწვალებელთაგანაა გამოყენებული, აი ამის შიშით თუ ჩვენ ამ ტერმინებს ეკლესიისგან გავაძევებთ, ეს იქნება ჩვენი წინაპარი უდიდესი ღვთისმეტყველი მამების შეურაცხყოფა, იმიტომ რომ მათ დაამკვიდრეს ეს ტერმინები მართებული მართლმადიდებლური შინაარსით და არ შეიძლება რომ ჩვენ ეს ტერმინები ასე გავანიავოთ. ამ შემთხვევაში საკითხი ასე ისმის, რა განსხვავება ტერმინ ეზოტერისმის მართლმადიდებლურ გაგებასა და ერეტიკულ გაგებას შორის. განსხვავება არის ძალიან მკვეთრი. ერეტიკული გაგებით, ანუ სექტობრივი გაგებით, ეზოტერიზმი გულისხმობს მოძღვრებას, რომელიც მხოლოდ ელიტარული, მხოლოდ რჩეული ნაწილისთვისაა განკუთვნილი. სხვები მას ვერც მიწვდებიან და მათთვის ის არცაა ჩამოყალიბებული და შექმნილი. ჩვენს მიერ ზემოხსენებულ მეორე-მესამე საუკუნეების ეზოტერულ სექტებში, გნოსტიკოსებში ეს აზრი იყო უკიდურესობამდე მიყვანილი. ისინი კაცობრიობას ბუნებითად ყოფდნენ სამ ნაწილად. ბუნებითად, ესე იგი დაბადებიდან, ესა თუ ის ადამიანი კაცობრიობის ამა თუ იმ ნაწილს ეკუთვნის. ეს სამი ნაწილი გახლდათ შემდეგი. პირველი, ყველაზე რჩეულ ნაწილს კაცობრიობის, ესე იგი დაბადებიდანვე რომ რჩეულნი არიან, რჩეულობის მარცვალი რომ აქვთ თანდაყოლილი გენეტიკურად, აი ამ რჩეულ ნაწილს კაცობრიობისას ისინი უწოდებდნენ პნევმატიკოი, პნევმურები, ანუ სულიერნი. მეორე ნაწილს, უფრო მდარე ნაწილს ისინი უწოდებდნენ ფსიქიკოი, ანუ მშვინვიერნი. ხოლო მესამე ნაწილს, ყველაზე მდარეს და თლად გაუბედურებულ ნაწილს, რომელსაც არაფერი არ ეშველობდა, ესე დაბადებიდანვე რომ მარადიული მოსპობისთვისაა განკუთვნილი, ისინი უწოდებდნენ სარკიკოი, ანუ ხორციელნი. ყველაზე მეტად მათი დამოკიდებულება გაურკვეველი ამ გნოსტიკოსთა დამოკიდებულება მშვინვიერებისადმი. ვერაა გარკვეული ისინი რა მომავლის მქონენი არიან, გადარჩებიან, არ გადარჩებიან, რომ არ ცხონდებიან, ეს სულიად გარკვეულია მათ მიერ. მაგრამ სადღაც არც მარადიულ მოსპობაში გადადიან და თითქოს სადღაც ახლოს იტრიალებენ იმ ცხონების გარშემო, თლად გარკვეული არაა. მაგრამ რაც გარკვეულია მათ მიერ ესაა, რომ პნევმატიკოსები არიან სწორედ ისინი, რომლებიც ცხონდებიან, გადარჩებიან, ოღონდ გადარჩებიან არა შემდეგ მეორედ მოსვლისას. ასეთი საკითხი მათთან საერთოდ არ არსებობდა, ხორციელ აღდგომას ისინი სრულიად უარყოფდნენ, არამედ ამ ქვეყნადვე, რაწამს ისინი საკუთარ თავში აღმოაჩენდნენ ამ რჩეულობის მარცვალს და გამოფხიზლდებოდნენ და გაიცნობიერებდნენ თავიანთ განსაკუთრებულ წარმოშობას, აი ამის შემდეგ ისინი ცხონდებოდნენ. რაც შეეხება ხორციელთ, ანუ სარკიკოის, რომლებიც ისინი დაბადებიდანვე განწირულნი იყვნენ მარადიული დაღუპვისთვის, წარწმენისთვის, სრული არარავობისთვის და ისინი ისევე განქარდებოდნენ როგორც ბზე ცეცხლში დამწვარი. აი ასე ყოფდნენ ისინი კაცობრიობას და ეზოტერიზმი მათთვის ნიშნავდა იმ მოძღვრებას, რომელიც იმ რჩეულ ნაწილს გამოაფხიზლებდა. ესე იგი, მხოლოდ გენეტიკურად ფლობა რჩეულობის არ იყო მათთვისაც საკმარისი. ისინი თვლიდნენ, რომ ზეციური ნაპერწკალი რომ იმემკვიდრა მათ თუ იმ ადამიანმა და ამ ნაპერწკლით ის დაიბადა, ის მას რომ ღვთიური მარცვალი აქვს ბუნებაში დაბადებიდანვე, ეს მან უნდა გაიცნობიეროს, ის უნდა გამოფხიზლდეს და ამ ზეციური ნაწილის საშუალებით, რომელიც მასშია, ეს ნაწილი როგორ მოხდა მასში, ეს ხანგრძლივი ისტორია, ამას თავის დროზე შევეხებით ჩვენ, როცა გნოსტიკოსებზე გვექნება ლექცია. უბრალოდ ახლა წინასწარ აღნიშნავთ, რომ ადამიანს მათი სწავლებით ზოგს აქვს ეს ნაწილი, დაბადებითვე გნოსტიკოსია ეს ადამიანი, მაგრამ გნოსტიკოსი ის მაინც არ არის ჯერ, ვიდრე არ გაიცნობიერებს თავის თავში ამ ღვთიურ წარმომავლობას, რომ ის ღვთის რჩეულია დაბადებითვე. ამაში მას გააცნობიერებს სხვა ვინმე, რომელიც უკვე თავის მხრივ გამოფხიზლებულია ასე ვთქვათ ჭეშმარიტებისკენ. ხოლო მათი საერთოდ გამომაფხიზლებელი არის ზეციდან მოვლენილი ძალა, რომელსაც ისინი ზოგჯერ იესო ქრისტეს უწოდებენ, ზოგჯერ ხსნელს უწოდებენ, სხვადასხვა სახელწოდება, რომელიც მოდის მხოლოდ და მხოლოდ გნოსტიკოსებისთვის, ანუ იმათთვის, რომლებსაც დაბადებიდანვე აქვთ ზეციური ნაწილი. ესე იგი, ზეციდან იგზავნება ძალა მხოლოდ იმათთვის, რომლებიც ზეციურ ნაწილს ფლობენ და ამ გამოგზავნილი ეგრეთ წოდებული მხსნელის დანიშნულება ერთადერთია, რომ მოიძიოს ეს ადამიანები, რომლებიც ზეციურ ნაწილს ფლობენ და ყველა მათგანს გაუცნობიეროს მათი საღვთო წარმომავლობა და გამოაფხიზლოს ისინი, ასე ვთქვათ. და მაშინ იქნებიან ისინი ცხონებულნი. დანარჩენებს კი არაფერი არ ეშველებათ. სწორედ ეს ზეციდან მოვლენილი ძალა გადასცემს მათ გამოფხიზლების საშუალებას, იმ ეგრეთ წოდებულ საიდუმლო მოძღვრებას, რაც მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი. თავის მხრივ გამოფხიზლებულებმა, რომლებიც უკვე გნოსტიკოსები გახდნენ, ანუ მწოდნეები გახდნენ ჭეშმარიტებისა, რაც ნაწილობრივ მათშიცაა.
ასე ვთქვათ. აი ამ გნოსტიკოსებმა უკვე სხვები უნდა მოძებნონ და სხვები უნდა გამოახსნონ. მათ, ასე ვთქვათ, სულიერი თვალი გახსნილი აქვს და ისინი ადამიანებში ხედავენ თუ რომელს აქვს ეს ნაწილი და რომელს არა. და რომელსაც აქვს, მას გამოაფხიზლებენ, შემდეგ ისინი ასევე სხვებს გამოაფხიზლებენ, რომ ყველა ვისაც კი ეს ნაპრეწკალი აქვს, გამოფხიზდეს ეს სასრული რიცხვია, რა თქმა უნდა, მცირე რიცხვია და ყველა მათგანი ზეცად აღვიდეს. და გამოფხიზლება კვლავ აღნიშნავთ ხდება ამ მოწყურების გადაცემით, რომ უკვე გამოფხიზლებული ეგრეთ წოდებულ საიდუმლო მოწყურებას გადაცემს მეორეს და ესაა მათთან სწორედ ის ელიტარული ეზოტერული ხაზი, რაც ერეტიკულ ეზოტერიზმს გულისხმობს.